1946 წლის დეკემბერში, როდესაც მოსკოვის არქივებში აღმოაჩინეს საიდუმლო დოკუმენტი კოდით 0847, მთელი საბჭოთა კავშირის პარტიული ელიტა შოკში იყო. ამ დოსიეში იყო დეტალური გეგმა, როგორ უნდა შეეცვალათ საქართველოს პარტიული ნომენკლატურის ეროვნული შემადგენლობა მხოლოდ 2 წლის განმავლობაში. 30-ზე მეტი რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი ფუნქციონერი უნდა გადაეყენებინათ თანამდებობიდან და მათი ადგილი ქართველებმა დაეკავებინათ. ამ დოკუმენტს ხელს აწერდა კანდიდ ჩარკვიანი, საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი, ადამიანი, რომელსაც სტალინი პირადად ენდობოდა. მაგრამ რატომ დაუშვა მოსკოვმა ასეთი მასშტაბური ეროვნული გაწმენდა რესპუბლიკაში? სადაც ინტერნაციონალიზმი იყო ოფიციალური იდეოლოგია. რა იყო ჩარკვიანის ნამდვილი მიზანი, ქართული ნაციონალიზმის დაცვა თუ პირადი ძალაუფლების გაძლიერება? და რატომ დაიცვა ეს დოკუმენტი ჩარკვიანის გადადგომიდან მხოლოდ 2 დღის შემდეგ? საქართველოს პარტიული ნომენკლატურის ისტორიაში 50-იანი წლები განსაკუთრებული პერიოდია. ეს იყო დრო, როდესაც რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში მოხდა უხილავი, მაგრამ სისტემატური ტრანსფორმაცია. თუ 1955 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ქართველები შეადგენდნენ მხოლოდ 52%-ს, 1955 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაიზარდა 75%-მდე. ასეთი სწრაფი ცვლილება არ იყო შემთხვევითი. ეს იყო კარგად დაგეგმილი სტრატეგია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ერთი ადამიანი, კანდიდ ჩარკვიანი. ჩარკვიანი პირველ მდივნად დაინიშნა 1955 წლის მარტში. სტალინის პირდაპირი რეკომენდაციით. ის იყო 42 წლის ენერგიული, ამბიციური პოლიტიკოსი, რომელსაც უკვე ჰქონდა მოსკოვში მუშაობის გამოცდილება. მაგრამ რა გახადა იგი სტალინის არჩევანად? რა ხედავდა ხალხთა მამა ამ ადამიანში, რომ მას მიანდო მთელი რესპუბლიკის ხელმძღვანელობა? პასუხი იმალება ჩარკვიანის ბიოგრაფიის ერთ დეტალში. ის იყო ერთ-ერთი იმ რეტი ქართველი ფუნქციონერებისა, რომელიც თავისუფლად ფლობდა რუსულ ენას და ამავდროულად ღრმად იცნობდა ქართული საზოგადოების მენტალიტეტს. ეს იყო იდეალური კომბინაცია მოსკოვისთვის, ადამიანი, რომელსაც შეეძლო ცენტრის ინტერესების დაცვა და ამავდროულად ადგილობრივი ელიტის მართვა. პირველივე თვეებში ჩარკვიანმა დაიწყო რესპუბლიკის პარტიული აპარატის შესწავლა. ის პირადად ესაუბრებოდა ყველა რაიონულ მდივანს, ყველა სამინისტროს ხელმძღვანელს, ყველა მნიშვნელოვან ფუნქციონერს. ეს არ იყო ჩვეულებრივი გაცნობა, ეს იყო დეტალური ანალიზი. ჩარკვიანი აფასებდა არა მხოლოდ პროფესიულ კომპეტენციას, არამედ ეროვნულ კუთვნილებას, ოჯახურ კავშირებს, პირად ლოიალობას. მისი მიზანი იყო მკაფიო გაეგო, ვინ იყო ნამდვილად ერთგული და ვის შეეძლო საფრთხის შექმნა მისი ხელმძღვანელობისთვის. 1955 წლის ივნისში მოხდა პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება. თბილისის პარტიული კომიტეტის მდივანი, რუსი ფუნქციონერი ნიკოლაი ვოლკოვი, მოულოდნელად გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან. ოფიციალური მიზეზი იყო ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ყველამ იცოდა რეალური მიზეზი. ვოლკოვი ეწინააღმდეგებოდა ჩარკვიანის გეგმებს და ცდილობდა თავისი გავლენის შენარჩუნებას დედაქალაქის პარტიულ სტრუქტურებში. მის ადგილას დაინიშნა ვასილ მჟავანაძე, ახალგაზრდა ქართველი ფუნქციონერი, რომელიც ჩარკვიანის უახლოეს წრეს მიეკუთვნებოდა. ეს იყო პირველი ნაბიჯი დიდი სტრატეგიის განხორციელებაში. მაგრამ რატომ დაიწყო ჩარკვიანმა სწორედ თბილისიდან? რატომ იყო დედაქალაქის პარტიული კომიტეტი მისი პირველი სამიზნე? პასუხი მარტივია, თბილისი აკონტროლებდა რესპუბლიკის ყველაზე მნიშვნელოვან რესურსებს. აქ იყო ყველაზე დიდი საწარმოები, ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინსტიტუტები, ყველაზე გავლენიანი კულტურული ორგანიზაციები. ვინც აკონტროლებდა თბილისს, აკონტროლებდა მთელ საქართველოს. ჩარკვიანი ამას კარგად ესმოდა და სწორედ ამიტომ დაიწყო ტრანსფორმაცია ცენტრიდან. მომდევნო თვეებში ცვლილებები გაგრძელდა. 1955 წლის სექტემბერში გადაყენებულ იქნა ქუთაისის პარტიული კომიტეტის მდივანი, სომეხი ფუნქციონერი არამ ხაჩატურიანი. ოფიციალური მიზეზი კვლავ იყო არასაკმარისი შედეგები მუშაობაში. მაგრამ რეალობა სხვა იყო. ხაჩატურიანი ცდილობდა დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას და არ იყო მზად ჩარკვიანის ყველა ინსტრუქციის უპირობოდ შესრულებაზე. მის ადგილას დაინიშნა გიორგი ჯავახიშვილი, კიდევ ერთი ჩარკვიანის ერთგული თანამებრძოლი. ეს იყო მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. რა ხდებოდა რესპუბლიკის პარტიულ სტრუქტურებში ამ დროს? როგორ რეაგირებდნენ ფუნქციონერები ამ ცვლილებებზე? არქიური დოკუმენტები გვიჩვენებს საინტერესო სურათს.
ბევრი რუსი და სომეხი ფუნქციონერი იწყებდა მოსკოვში საჩივრების გაგზავნას, სადაც აღწერდნენ ეროვნული დისკრიმინაციის ფაქტებს საქართველოში. მაგრამ ეს საჩივრები არასოდეს იწვევდა სერიოზულ შედეგებს. რატომ? რატომ არ რეაგირებდა მოსკოვი ამ სიგნალებზე? რა იყო ამის მიზეზი? პასუხი იმალება სტალინის პირად დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ. ხალხთა მამა ყოველთვის განსაკუთრებულად ეპყრობოდა თავის სამშობლოს. ის იცოდა, რომ საქართველო იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი, აქ იყო მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტები, აქედან გადიოდა ტრანსპორტის მნიშვნელოვანი მაგისტრალები, აქ იყო შავი ზღვის სანაპირო. სტალინს სჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც შეეძლო ამ რეგიონის ეფექტური მართვა და ამავდროულად ადგილობრივი ნაციონალიზმის კონტროლი. ჩარკვიანი იყო იდეალური კანდიდატურა ამ როლისთვის. 1946 წლის დასაწყისში ჩარკვიანმა გააძლიერა თავისი კამპანია. ახლა ცვლილებები ეხებოდა არა მხოლოდ რაიონულ და საქალაქო მდივნებს, არამედ სამინისტროების ხელმძღვანელებსაც. 1946 წლის თებერვალში გადაყენებულ იქნა მრეწველობის სამინისტროს უფროსი, აზერბაიჯანელი ფუნქციონერი ალი მამედოვი. მის ადგილას დაინიშნა ალექსანდრე მირცხულავა, გამოცდილი ქართველი ინჟინერი, რომელსაც ჩარკვიანი პირადად იცნობდა და ენდობოდა. ეს იყო სიგნალი, ტრანსფორმაცია აღწევდა ახალ დონეს. მაგრამ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი ტექნიკურად? როგორ ახერხებდა ჩარკვიანი ამდენი ადამიანის გადაყენებას ისე, რომ არ გამოეწვია სერიოზული წინააღმდეგობა? მისი მეთოდი იყო ძალიან ჭკვიანური. ის არასოდეს იყენებდა პირდაპირ რეპრესიებს ან ღია დაპირისპირებას. ნაცვლად ამისა ის იყენებდა ბიუროკრატიულ მექანიზმებს, ჯანმრთელობის პრობლემები, არასაკმარისი შედეგები, საჭიროება გამოცდილების გაზიარებაში სხვა რეგიონებში. ყველა გადაყენება გამოიყურებოდა ლეგიტიმურად და არ იწვევდა ეჭვს მოსკოვში. 1946 წლის გაზაფხულზე მოხდა ერთი საინტერესო ინციდენტი, რომელიც ნათლად აჩვენებს ჩარკვიანის სტრატეგიას. ბათუმის პარტიული კომიტეტის მდივანი, რუსი ფუნქციონერი ივან პეტროვი, გააპროტესტა ჩარკვიანის გადაწყვეტილება თავისი მოადგილის, სომეხი ფუნქციონერის გადაყენების შესახებ. პეტროვმა პირდაპირ მიმართა მოსკოვს და მოითხოვა ჩარკვიანის მოქმედებების გამოძიება. რა მოხდა შემდეგ? 2 კვირის შემდეგ პეტროვი თავად გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო და გადაიყვანეს მუშაობაზე ცენტრალურ აზიაში. ეს იყო მკაფიო გაფრთხილება ყველა იმ ფუნქციონერისთვის, ვინც ფიქრობდა წინააღმდეგობის გაწევაზე. რა იყო ჩარკვიანის ნამდვილი мотиваცია? იყო ეს ნამდვილად ქართული ნაციონალიზმი თუ უბრალოდ პოლიტიკური რაციონალიზმი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ჩარკვიანი არასოდეს იყენებდა ღიად ნაციონალისტურ რიტორიკას. ის არასოდეს საუბრობდა ქართული ინტერესების დაცვაზე ან ეროვნული სამართლიანობის აღდგენაზე. ყველა მისი გადაწყვეტილება ფორმულირდებოდა სუფთა პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ტერმინებში, ეფექტურობის გაზრდა, კადრების ოპტიმიზაცია, მართვის გაუმჯობესება. ეს იყო ჭკვიანური სტრატეგია, რომელიც საშუალებას აძლევდა მას განეხორციელებინა ეროვნული პოლიტიკა ინტერნაციონალისტური რიტორიკის ფარდის ქვეშ. 1947 წელი იყო გადამწყვეტი წელი ჩარკვიანის კამპანიაში. სწორედ ამ წელს მოხდა ყველაზე მასშტაბური ცვლილებები რესპუბლიკის პარტიულ სტრუქტურებში. მხოლოდ ამ ერთ წელს გადაყენებულ იქნა 15-ზე მეტი მაღალი რანგის ფუნქციონერი, რომელთა უმეტესობა იყო არაქართველი. მათ ადგილას დაინიშნენ ახალგაზრდა, ენერგიული ქართველი კადრები, რომლებიც პირადად იყვნენ ერთგულნი ჩარკვიანისადმი. ეს იყო ნამდვილი რევოლუცია პარტიულ ნომენკლატურაში. მაგრამ როგორ რეაგირებდა ადგილობრივი მოსახლეობა ამ ცვლილებებზე? არქივური მასალები გვიჩვენებს საინტერესო სურათს. ქართველი მოსახლეობის უმეტესობა დადებითად აფასებდა ამ ცვლილებებს. ბევრი ხედავდა მათში ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, ქართველები ხდებოდნენ ხელმძღვანელები საკუთარ რესპუბლიკაში. მაგრამ რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ნაწილი აღიქვამდა ამ პროცესს როგორც დისკრიმინაციას. ეს იწვევდა ეთნიკურ დაძაბულობას, რომელიც ზოგიერთ რეგიონში საკმაოდ მწვავე იყო. ჩარკვიანი კარგად ესმოდა ეს საფრთხე და ცდილობდა მისი მინიმიზაციას. ის არასოდეს უშვებდა ღია ეთნიკურ კონფლიქტებს და სწრაფად რეაგირებდა ნებისმიერ ინციდენტზე. მაგრამ ამავდროულად ის აგრძელებდა თავის სტრატეგიას, ნელ-ნელა, მაგრამ სისტემატურად ცვლიდა რესპუბლიკის პარტიული ნომენკლატურის ეროვნულ შემადგენლობას. ეს იყო ბალანსირების ხელოვნება, როგორ განეხორციელებინა რადიკალური ცვლილებები ისე, რომ არ გამოეწვია სერიოზული კრიზისი.
1957 წლის ზაფხულში მოხდა ერთი ინციდენტი, რომელმაც თითქმის შეაჩერა ჩარკვიანის კამპანია. თბილისში გაიმართა არაქართველი ფუნქციონერების საიდუმლო შეხვედრა, სადაც ისინი განიხილავდნენ ჩარკვიანის პოლიტიკის წინააღმდეგ კოლექტიური საჩივრის მოსკოვში გაგზავნას. ამ შეხვედრაზე დამსწრე იყო 22 ადამიანი, რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი ფუნქციონერები, რომლებიც ხედავდნენ საფრთხეს თავიანთი კარიერისთვის. ისინი აპირებდნენ დეტალური დოკუმენტის მომზადებას, სადაც აღწერილი იქნებოდა ყველა ფაქტი ეროვნული დისკრიმინაციის შესახებ საქართველოში. მაგრამ ეს გეგმა არასოდეს განხორციელდა. როგორ შეიტყო ჩარკვიანმა ამ საიდუმლო შეხვედრის შესახებ? ვინ იყო ინფორმატორი მის წრეში? არქივები არ იძლევა ზუსტ პასუხს ამ კითხვებზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩარკვიანს ჰქონდა ეფექტური დაზვერვის ქსელი პარტიულ სტრუქტურებში. 2 დღის შემდეგ შეხვედრის ორგანიზატორი, რუსი ფუნქციონერი სერგეი ივანოვი, გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და გადაიყვანეს მუშაობაზე ურალში. დანარჩენი მონაწილეები მიიღეს მკაფიო გაფრთხილება, ნებისმიერი მცდელობა ჩარკვიანის წინააღმდეგ გამოსვლისა დასრულდებოდა კარიერის დასასრულით. ეს ინციდენტი აჩვენებს ჩარკვიანის ძალაუფლების რეალურ მასშტაბს. ის არა მხოლოდ აკონტროლებდა ოფიციალურ პარტიულ სტრუქტურებს, არამედ ჰქონდა ეფექტური ინფორმაციული ქსელი, რომელიც აძლევდა მას შესაძლებლობას დროულად შეეთხო ნებისმიერი საფრთხის შესახებ. როგორ შექმნა მან ეს ქსელი? ვინ იყვნენ მისი ერთგული ადამიანები, რომლებიც აწვდიდნენ მას ინფორმაციას? ეს კითხვები დღემდე რჩება ნაწილობრივ უპასუხოდ. 1952 წელი დაიწყო ახალი ტალღით ცვლილებებისა. ახლა ჩარკვიანი ფოკუსირდებოდა არა მხოლოდ პარტიულ, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებზეც. ის იწყებდა ტრანსფორმაციას სამინისტროებში, სახელმწიფო კომიტეტებში, მნიშვნელოვან საწარმოებში. მიზანი იყო მკაფიო, შექმნა ერთიანი სისტემა, სადაც ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე იქნებოდნენ მისთვის ერთგული ადამიანები. და ეს ადამიანები, როგორც წესი, იყვნენ ქართველები. რატომ იყო ეს ასე მნიშვნელოვანი ჩარკვიანისთვის? რატომ არ კმაყოფილდებოდა ის მხოლოდ პარტიული სტრუქტურების კონტროლით? პასუხი იმალება საბჭოთა სისტემის სპეციფიკაში. საბჭოთა კავშირში რეალური ძალაუფლება არ იყო მხოლოდ პარტიულ სტრუქტურებში. სახელმწიფო აპარატი, სამინისტროები, დიდი საწარმოები, ყველა ეს ინსტიტუტი ფლობდა მნიშვნელოვან რესურსებს და გავლენას. ვინც აკონტროლებდა მათ, აკონტროლებდა რეალურ ძალაუფლებას რესპუბლიკაში. ჩარკვიანი ამას კარგად ესმოდა და სწორედ ამიტომ ავრცელებდა თავის გავლენას ყველა მნიშვნელოვან სფეროზე. 1952 წლის მარტში მოხდა ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ნათლად აჩვენებს ჩარკვიანის სტრატეგიის ახალ ფაზას. საქართველოს სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტის თავმჯდომარე, სომეხი ეკონომისტი ვაჰან სარგსიანი მიიღო მოულოდნელ შეტყობინებას თავისი გადაყენების შესახებ. სარგსიანი იყო ძალიან გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობდა 10 წლის განმავლობაში და ჰქონდა შესანიშნავი რეპუტაცია მოსკოვში. მაგრამ ეს აღარ იყო საკმარისი. ჩარკვიანს სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ პროფესიონალი იქნებოდა, არამედ პირადად ერთგული მისი ხედვისადმი. სარგსიანის ადგილას დაინიშნა გიორგი სტურუა, 37 წლის ქართველი ეკონომისტი, რომელიც ჩარკვიანის პირადი რეკომენდაციით დაბრუნდა მოსკოვიდან თბილისში. ეს დანიშვნა იყო სიმბოლური. ახლა ჩარკვიანი აკონტროლებდა არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ძალაუფლებასაც რესპუბლიკაში. მაგრამ როგორ რეაგირებდა მოსკოვი ამ ყველაფერზე? რატომ არ ჩერდა ჩარკვიანს ცენტრი? როდესაც ნათლად ჩანდა ეროვნული პრინციპით კადრების შერჩევა? პასუხი იმალება ერთ მნიშვნელოვან დეტალში, ჩარკვიანი ყოველთვის აწვდიდა მოსკოვს შთამბეჭდავ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. საქართველო აჩვენებდა სტაბილურ ზრდას მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, კულტურულ სფეროში. რესპუბლიკა არ იყო პრობლემური რეგიონი, არ იყო ეთნიკური კონფლიქტები, არ იყო მასობრივი უკმაყოფილება. ყველაფერი გამოიყურებოდა სტაბილურად და კონტროლირებადად. ეს იყო ის, რაც მოსკოვს სჭირდებოდა, ეფექტური მართვა და სტაბილურობა. თუ ამის მისაღწევად საჭირო იყო გარკვეული ეროვნული პრეფერენციები კადრებში, მოსკოვი მზად იყო ამის დაშვებაზე. 1952 წლის ზაფხულში ჩარკვიანმა გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ის ინიცირებდა რესპუბლიკის პარტიული სკოლის რეფორმას. ეს სკოლა იყო ადგილი, სადაც ემზადებოდნენ მომავალი პარტიული კადრები. ჩარკვიანის ინიციატივით შეიცვალა სასწავლო პროგრამა, გაიზარდა ქართული ენისა და ისტორიის სწავლების საათები. შეიცვალა მასწავლებელთა შემადგენლობა.
ახლა პარტიულ სკოლაში მუშაობდნენ ძირითადად ქართველი პედაგოგები, რომლებიც ამზადებდნენ ახალ თაობას ფუნქციონერებისა. ეს იყო გრძელვადიანი ინვესტიცია, ჩარკვიანი ქმნიდა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფდა ქართველი კადრების მუდმივ შემოდინებას პარტიულ სტრუქტურებში მომავალშიც. რა ფიქრობდნენ ამ პროცესზე თავად ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები? არქივები გვიჩვენებს საინტერესო სურათს. ბევრი ქართველი მწერალი, მეცნიერი, კულტურის მოღვაწე დადებითად აფასებდა ჩარკვიანის პოლიტიკას. ისინი ხედავდნენ მასში ქართული კულტურისა და ენის დაცვის მცდელობას. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც აკრიტიკებდა ამ პოლიტიკას როგორც ზედმეტად პრაგმატულს და არა პრინციპულს. ისინი ამბობდნენ, რომ ჩარკვიანი იყენებდა ეროვნულ სენტიმენტებს მხოლოდ პირადი ძალაუფლების გასამყარებლად, მაგრამ რეალურად არ ზრუნავდა ქართული კულტურის განვითარებაზე. ეს იყო საინტერესო დებატი, რომელიც მიმდინარეობდა ქართველი ინტელიგენციის წრეებში, თუმცა ძალიან ფრთხილად და არაღიად. 1959 წელი იყო კიდევ ერთი გადამწყვეტი წელი. სწორედ ამ წელს ჩარკვიანმა დაიწყო ტრანსფორმაცია კულტურულ ინსტიტუტებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რუსი პროფესორი ალექსანდრე ბელოვი გადაყენებული იქნა თანამდებობიდან და მის ადგილას დაინიშნა ქართველი აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილის მოწაფე, პროფესორი სიმონ ყაუხჩიშვილი. ეს იყო სიმბოლური დანიშვნა. ყაუხჩიშვილი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, რომელიც აქტიურად იკვლევდა ქართული კულტურის ისტორიას. მისი დანიშვნა უნივერსიტეტის სათავეში იყო მკაფიო სიგნალი, ახლა ქართული კულტურა და ენა იქნებოდა პრიორიტეტი განათლების სისტემაში. მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი ცვლილება კულტურულ სფეროში. 1959 წლის შემოდგომაზე გადაყენებული იქნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. სომეხი პოეტი ეგიშე ჩარენცის მეგობარი და თანამებრძოლი. მის ადგილას დაინიშნა ქართველი პოეტი, რომელიც ცნობილი იყო თავისი ლოიალობით პარტიული ხელმძღვანელობის მიმართ. ეს დანიშვნა გამოიწვია დისკუსია ქართველ მწერალთა შორის, ზოგიერთი მხარს უჭერდა ამ გადაწყვეტილებას, ზოგი კი აკრიტიკებდა როგორც პოლიტიკური კონიუნქტურის შედეგს. მაგრამ ჩარკვიანისთვის ეს იყო ლოგიკური ნაბიჯი, კულტურული ინსტიტუტები უნდა ყოფილიყო მის კონტროლქვეშ, ისევე როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურები. როგორ აფასებდნენ ამ პროცესებს არაქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები? არქიური მასალები გვიჩვენებს, რომ ბევრი რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი ინტელექტუალი გრძნობდა თავს დისკრიმინირებულად. ისინი ხედავდნენ, როგორ იკლებდა მათი წარმომადგენლობა მნიშვნელოვან პოზიციებზე, როგორ ზღუდავდა მათი კარიერული შესაძლებლობები. ზოგიერთი მათგანი იწყებდა საქართველოდან წასვლას, გადადიოდნენ მუშაობაზე მოსკოვში, ლენინგრადში, სხვა რესპუბლიკებში. ეს იყო ჩუმი პროტესტი, რომელიც თანდათან იცვლიდა რესპუბლიკის ინტელექტუალურ ლანდშაფტს. 1959 წლის ბოლოს ჩარკვიანმა გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ის ინიცირებდა რესპუბლიკის სამეცნიერო აკადემიის რეორგანიზაციას. ამ რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა აკადემიის პრეზიდიუმის შემადგენლობა, ახლა აქ უმრავლესობას შეადგენდნენ ქართველი აკადემიკოსები. გაიზარდა დაფინანსება იმ სამეცნიერო ინსტიტუტებისთვის, რომლებიც იკვლევდნენ ქართულ ენას, ისტორიას, კულტურას. შეიქმნა ახალი სამეცნიერო ჟურნალები ქართულ ენაზე. ყველა ეს ცვლილება იყო ნაწილი ერთიანი სტრატეგიისა, ქართული კულტურის და ენის პოზიციების გაძლიერება ყველა სფეროში. მაგრამ რა იყო ამ სტრატეგიის ფასი? რა შედეგები მოჰყვა ამ პოლიტიკას გრძელვადიან პერსპექტივაში? ერთი მხრივ ჩარკვიანის პოლიტიკამ რეალურად გააძლიერა ქართული კულტურის პოზიციები რესპუბლიკაში. გაიზარდა ქართულენოვანი განათლების ხარისხი. გამრავლდა ქართული სამეცნიერო პუბლიკაციები, გაძლიერდა ქართული თეატრისა და კინოს პოზიციები. მეორე მხრივ ეს პოლიტიკა ქმნიდა ეთნიკურ დაძაბულობას და აზიანებდა ინტერეთნიკურ ურთიერთობებს რესპუბლიკაში. ბევრი არაქართველი მოქალაქე გრძნობდა თავს მეორეხარისხოვან მოქალაქედ, რაც იწვევდა უკმაყოფილებას და რეზენტიმენტს. 1959 წლის დეკემბერში მოხდა ერთი ინციდენტი, რომელმაც თითქმის გამოიწვია სერიოზული კრიზისი. ბათუმში, სადაც ცხოვრობდა მნიშვნელოვანი რაოდენობის სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა, გაიმართა არაქართველი მუშების მიტინგი. ისინი აპროტესტებდნენ ადგილობრივ საწარმოებში ქართველი დირექტორების დანიშვნას და მოითხოვდნენ თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ყველა ეროვნების წარმომადგენლებისთვის. მიტინგში მონაწილეობდა დაახლოებით 200 ადამიანი. ეს იყო პირველი ღია პროტესტი ჩარკვიანის პოლიტიკის წინააღმდეგ. როგორ მოიქცა ჩარკვიანი ამ სიტუაციაში? ის არ გამოიყენა რეპრესიებს და არ დაიწყო მონაწილეთა დევნა.
ნაცვლად ამისა ის გაგზავნა ბათუმში სპეციალურ კომისიას, რომელმაც შეხვდა მიტინგის ორგანიზატორებს და მოусმინა მათ პრეტენზიებს. შემდეგ კომისიამ მოამზადა რეკომენდაციები, რომლებიც ნაწილობრივ აკმაყოფილებდა მუშების მოთხოვნებს. ეს იყო ჭკვიანური ტაქტიკა, ჩარკვიანი აჩვენებდა მოქნილობას და მზადყოფნას კომპრომისზე. მაგრამ არ უარყოფდა თავის ძირითად სტრატეგიას. 1950-იანი წლების დასაწყისი იყო ჩარკვიანის ძალაუფლების აპოგეი. ამ დროისთვის ის აკონტროლებდა პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან პოზიციას რესპუბლიკაში. პარტიული კომიტეტების უმეტესობა, სამინისტროების ხელმძღვანელობა, დიდი საწარმოების დირექტორები, კულტურული ინსტიტუტების ხელმძღვანელები, ყველა ისინი იყვნენ ან ქართველები, ან ჩარკვიანის პირადად ერთგული ადამიანები. ეს იყო ძალაუფლების ვერტიკალი, რომელიც უზრუნველყოფდა ჩარკვიანის სრულ კონტროლს რესპუბლიკაზე. მაგრამ ამავდროულად ეს იყო საფრთხის წყარო, ასეთი ცენტრალიზებული სისტემა იყო ძალიან დამოკიდებული ერთ ადამიანზე და მისი დაცემა შეეძლო გამოეწვია მთელი სისტემის კოლაფსი. რა ფიქრობდა თავად ჩარკვიანი თავის პოლიტიკაზე? როგორ ამართლებდა ის თავის მოქმედებებს? სამწუხაროდ ჩარკვიანი არასოდეს დატოვებია დეტალური მემუარები ან პირადი ჩანაწერები. სადაც აღწერილი იქნებოდა მისი მოტივაცია. მაგრამ მისი თანამედროვეების მოგონებებიდან ჩანს, რომ ჩარკვიანი თვლიდა თავის პოლიტიკას აბსოლუტურად ლეგიტიმურად და აუცილებელად. ის ამბობდა, რომ ქართველებს უნდა ჰქონოდათ წამყვანი როლი საკუთარ რესპუბლიკაში, რომ ეს იყო ისტორიული სამართლიანობა და პოლიტიკური აუცილებლობა. ის უარყოფდა ბრალდებებს ნაციონალიზმში და ამბობდა, რომ მისი პოლიტიკა იყო პრაგმატული და მიმართული რესპუბლიკის ეფექტური მართვისკენ. 1950-იანი წლების შუა პერიოდში ჩარკვიანის პოლიტიკა შევიდა ახალ ფაზაში. ახლა ის ფოკუსირდებოდა არა მხოლოდ კადრების ეროვნულ შემადგენლობაზე, არამედ ეკონომიკურ პოლიტიკაზეც. ჩარკვიანი ცდილობდა გაეზარდა ქართული საწარმოების როლი რესპუბლიკის ეკონომიკაში, გაეძლიერებინა ქართული სამეცნიერო სკოლები, განევითარებინა ქართული კულტურული ინდუსტრია. ეს იყო ამბიციური პროგრამა, რომელიც მოითხოვდა მნიშვნელოვან რესურსებს და პოლიტიკურ მხარდაჭერას მოსკოვიდან. და ჩარკვიანს ჰქონდა ეს მხარდაჭერა, სტალინი აგრძელებდა მის ნდობას და უზრუნველყოფდა საჭირო რესურსებით. მაგრამ 1950-იანი წლების ბოლოს დაიწყო ცვლილებები, რომლებმაც თანდათან შეცვალა პოლიტიკური კონტექსტი. სტალინი ხდებოდა უფრო ხანდაზმული და უფრო ეჭვიანი. ის იწყებდა ახალ რეპრესიებს, ახალ გაწმენდებს პარტიულ სტრუქტურებში. ეს იყო საშიში დრო ყველა მაღალი რანგის ფუნქციონერისთვის, მათ შორის ჩარკვიანისთვისაც. როგორ გადარჩა ჩარკვიანი ამ საშიშ პერიოდში? როგორ შეინარჩუნა ის თავისი პოზიცია, როდესაც ბევრი მისი კოლეგა სხვა რესპუბლიკებიდან გადაყენებული იქნა ან რეპრესირებული? ეს იყო ჩარკვიანის პოლიტიკური ოსტატობის ნამდვილი გამოცდა. 1951 წელი იყო განსაკუთრებით რთული წელი. სწორედ ამ წელს დაიწყო ერთ მინგრელის საქმე რეპრესიები მინგრელი ფუნქციონერების წინააღმდეგ, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ ნაციონალისტურ გადახრებში. ეს საქმე პირდაპირ ეხებოდა საქართველოს და ქმნიდა საფრთხეს ჩარკვიანისთვისაც. როგორ მოიქცა ჩარკვიანი ამ სიტუაციაში? ის დაიკავა ძალიან ფრთხილ პოზიციას, ერთი მხრივ ის არიცავდა რეპრესირებულ მინგრელ ფუნქციონერებს და ფორმალურად მხარს უჭერდა მოსკოვის გადაწყვეტილებებს. მეორე მხრივ ის ცდილობდა შეეზღუდა რეპრესიების მასშტაბი საქართველოში და არ დაეშვა მათი გავრცელება ყველა ქართველ ფუნქციონერზე. ეს იყო რთული ბალანსირება, რომელიც მოითხოვდა დიდ პოლიტიკურ ოსტატობას. რა იყო მინგრელის საქმის რეალური მიზეზები? რატომ დაიწყო სტალინმა ეს რეპრესიები სწორედ ამ დროს? ისტორიკოსები დღემდე კამათობენ ამ კითხვებზე. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ეს იყო სტალინის მცდელობა შეეზღუდა ბერიას გავლენა, რომელიც თავად იყო მინგრელი. სხვები ამბობენ, რომ ეს იყო ნაწილი უფრო ფართო კამპანიისა ეროვნული კადრების წინააღმდეგ მთელ საბჭოთა კავშირში. მესამენი მიიჩნევენ, რომ ეს იყო სტალინის პარანოის გამოვლინება მის ბოლო წლებში. რაც არ უნდა იყოს ნამდვილი მიზეზი, ფაქტია, რომ მინგრელის საქმემ შექმნა სერიოზული საფრთხე ჩარკვიანის პოლიტიკისთვის. 1952 წელი იყო ჩარკვიანის ხელმძღვანელობის ბოლო სრული წელი. 1953 წლის მარტში მოხდა მოვლენა, რომელმაც შეცვალა მთელი საბჭოთა კავშირის ისტორია, გარდაიცვალა იოსებ სტალინი. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი ჩარკვიანისთვისაც. სტალინი იყო მისი მთავარი მფარველი და მხარდამჭერი. სტალინის გარეშე ჩარკვიანის პოზიცია ხდებოდა ბევრად უფრო დაუცველი. ახალი ხელმძღვანელობა მოსკოვში, სადაც წამყვან როლს თამაშობდა ნიკიტა ხრუშჩოვი, არ იყო დაინტერესებული ჩარკვიანის მხარდაჭერით.
პირიქით, ხრუშჩოვი ხედავდა ჩარკვიანში სტალინის ეპოქის სიმბოლოს და ცდილობდა მისგან თანდათან გათავისუფლებას. როგორ შეიცვალა პოლიტიკური ატმოსფერო საქართველოში სტალინის სიკვდილის შემდეგ? პირველ რიგში დაიწყო ნელი, მაგრამ თანმიმდევრული კრიტიკა პიროვნების კულტის მიმართ. ეს კრიტიკა ეხებოდა არა მხოლოდ სტალინს, არამედ ყველა იმ ფუნქციონერს, ვინც ასოცირდებოდა მის ეპოქასთან. ჩარკვიანი ცხადად მიეკუთვნებოდა ამ კატეგორიას. მეორე, დაიწყო ახალი პოლიტიკური კურსი, რომელიც ხაზს უსვამდა კოლექტიურ ხელმძღვანელობას და უარყოფდა ინდივიდუალური ლიდერების ჰეგემონიას. ეს იყო პირდაპირი გამოწვევა ჩარკვიანის ხელმძღვანელობის სტილისთვის, რომელიც ეფუძნებოდა პირად ძალაუფლებას და პირად ლოიალობას. 1953 წლის ბოლოს ჩარკვიანი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა თავის პოზიციას, მაგრამ მისი ძალაუფლება უკვე იყო შესუსტებული. ის აღარ ჰქონდა ის აბსოლუტური კონტროლი, რაც ჰქონდა სტალინის ცხოვრების დროს. მოსკოვი იწყებდა უფრო ყურადღებით შემოწმებას საქართველოში მიმდინარე პროცესების და უფრო კრიტიკულად აფასებდა ჩარკვიანის პოლიტიკას. ეს იყო დასაწყისი იმ პროცესისა, რომელიც საბოლოოდ დასრულდებოდა ჩარკვიანის გადადგომით. მაგრამ ეს მოხდებოდა მოგვიანებით, 1953 წლის შემდეგ. რა იყო ჩარკვიანის ქართულიზაციის პოლიტიკის ნამდვილი შედეგები? როგორ შეიძლება დღეს შევაფასოთ ეს პოლიტიკა? ეს არის რთული კითხვები, რომლებზეც არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხები. ერთი მხრივ ჩარკვიანის პოლიტიკამ რეალურად გააძლიერა ქართული კულტურის, ენისა და ეროვნული იდენტობის პოზიციები რესპუბლიკაში. ის შექმნა ქართველი ელიტის ახალ თაობას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს შემდგომ ისტორიაში. მეორე მხრივ ეს პოლიტიკა ქმნიდა ეთნიკურ დაძაბულობას, აზიანებდა ინტერეთნიკურ ურთიერთობებს და ქმნიდა რეზენტიმენტს არაქართველი მოსახლეობის ნაწილში. ეს იყო ამბივალენტური მემკვიდრეობა, რომლის შედეგები გრძნობდა საქართველოს მრავალი ათწლეულის განმავლობაში. 1954 წელი დაიწყო ახალი პოლიტიკური რეალობით. ხრუშჩოვის ხელმძღვანელობა მოსკოვში აქტიურად ახორციელებდა დესტალინიზაციის პოლიტიკას და ეს პირდაპირ ეხებოდა ჩარკვიანის მდგომარეობას. რესპუბლიკაში იწყებოდა ჩუმი, მაგრამ სისტემატური კამპანია ჩარკვიანის გავლენის შესაზღვრად. მოსკოვიდან ჩამოდიოდნენ ინსპექტორები, რომლებიც შეისწავლიდნენ კადრების პოლიტიკას, ეკონომიკურ მაჩვენებლებს, პარტიული მუშაობის სტილს. ყველა ეს შემოწმება იყო მიმართული ერთი მიზნისკენ, მოძებნა ისეთი ფაქტები, რომლებიც გამოიყენებოდა ჩარკვიანის წინააღმდეგ. და ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, იპოვებოდა. 50-იანი წლების განმავლობაში ჩარკვიანის ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა ასობით კადრული გადაწყვეტილება, რომელთა უმეტესობა ეფუძნებოდა ეროვნულ პრინციპს. ახლა ეს გადაწყვეტილებები წარმოდგენილი იქნა, როგორც ეროვნული დისკრიმინაციის მაგალითები. 1954 წლის გაზაფხულზე მოსკოვში გაიმართა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმი, სადაც განიხილებოდა კადრების პოლიტიკის საკითხები რესპუბლიკებში. ამ პლენუმზე პირველად ღიად გაჟღერდა კრიტიკა იმ პრაქტიკის მიმართ, როდესაც რესპუბლიკების ხელმძღვანელები ამჯობინებდნენ საკუთარი ეროვნების წარმომადგენლებს კადრების შერჩევისას. თუმცა ჩარკვიანის სახელი პირდაპირ არ დასახელებულა, ყველამ გაიგო, რომ ეს კრიტიკა ეხებოდა მასაც. ეს იყო პირველი ღია სიგნალი იმისა, რომ ჩარკვიანის დღეები პირველ მდივნის თანამდებობაზე იყო დათვლილი. მაგრამ ჩარკვიანი არ აპირებდა უბრძოლელად დანებებას. ის იყენებდა ყველა თავის რესურსს პოზიციის შესანარჩუნებლად. მისი მთავარი არგუმენტი იყო საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც რჩებოდა მაღალი. რესპუბლიკა აგრძელებდა სტაბილურ განვითარებას, არ იყო სერიოზული სოციალური პრობლემები, არ იყო მასობრივი უკმაყოფილება. ჩარკვიანი ამბობდა, რომ მისი კადრების პოლიტიკა იყო ეფექტური და უზრუნველყოფდა რესპუბლიკის წარმატებულ მართვას. მაგრამ ეს არგუმენტები აღარ იყო საკმარისი ახალ პოლიტიკურ კონტექსტში. მოსკოვს სჭირდებოდა ცვლილებები და ჩარკვიანი იყო სიმბოლო იმ ძველი სისტემისა, რომლისგანაც ხრუშჩოვი ცდილობდა გათავისუფლებას. 1954 წლის ზაფხულში საქართველოში ჩამოვიდა მოსკოვიდან სპეციალური კომისია, რომელიც ხელმძღვანელობდა ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი მდივანი. ამ კომისიამ 3 კვირის განმავლობაში შეისწავლა რესპუბლიკის პარტიული და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა. კომისიის წევრები ესაუბრებოდნენ ფუნქციონერებს, შეისწავლიდნენ დოკუმენტებს, ანალიზებდნენ კადრების შემადგენლობას. მათი დასკვნა იყო მკაფიო, საქართველოში არსებობდა სერიოზული დარღვევები კადრების პოლიტიკაში, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა პარტიის ინტერნაციონალისტურ პრინციპებს. კომისიამ რეკომენდაცია გააკეთა ჩარკვიანის გადაყენების შესახებ,
როგორ რეაგირებდა ჩარკვიანი ამ მოვლენებზე? მისი თანამედროვეების მოგონებებით ის რჩებოდა გარეგნულად მშვიდი და კონტროლირებული. ის აგრძელებდა ჩვეულებრივ მუშაობას, ხვდებოდა ფუნქციონერებს, იღებდა გადაწყვეტილებებს. მაგრამ მისი უახლოესი წრე იცოდა, რომ ჩარკვიანი ღრმად განიცდიდა მიმდინარე მოვლენებს. ის ესმოდა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა მიდიოდა დასასრულისკენ და ეს იყო მტკივნეული გამოცდილება ადამიანისთვის, რომელიც თითქმის 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკას. 1954 წლის შემოდგომაზე მოსკოვში გაიმართა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კიდევ ერთი პლენუმი, სადაც ოფიციალურად განიხილებოდა საქართველოს კომუნისტური პარტიის მუშაობის საკითხი. ამ პლენუმზე წაკითხულ იქნა მოხსენება, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა ის დარღვევა, რომელიც მოხდა ჩარკვიანის ხელმძღვანელობის პერიოდში. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში სისტემატურად ირღვეოდა ლენინური ეროვნული პოლიტიკის პრინციპები, რომ კადრების შერჩევა ხდებოდა არაპროფესიული, არამედ ეროვნული ნიშნით, რომ ეს იწვევდა ეთნიკურ დაძაბულობას და აზიანებდა პარტიის ავტორიტეტს. პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება ჩარკვიანის გათავისუფლების შესახებ პირველი მდივნის თანამდებობიდან. 1954 წლის ოქტომბერში ჩარკვიანი ოფიციალურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. ოფიციალური ფორმულირება იყო გადაყვანა სხვა მუშაობაზე, მაგრამ ყველამ იცოდა რეალური მიზეზი. ჩარკვიანის ადგილას პირველ მდივნად დაინიშნა ვასილ მჟავანაძე, ადამიანი, რომელიც თავად იყო ჩარკვიანის მოსწავლე და მისი პოლიტიკის გამტარებელი. ეს იყო საინტერესო პარადოქსი, მოსკოვი აცვლიდა ჩარკვიანს, მაგრამ მის ადგილას ნიშნავდა ადამიანს, რომელიც იზიარებდა ჩარკვიანის მიდგომებს. ეს ნიშნავდა, რომ ჩარკვიანის პოლიტიკის ზოგიერთი ელემენტი გაგრძელდებოდა მისი გადადგომის შემდეგაც. რა იყო ჩარკვიანის ბედი მისი გადადგომის შემდეგ? მას შესთავაზეს თანამდებობა მოსკოვში საბჭოთა კავშირის სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტში. ეს იყო პატივსაცემი, მაგრამ არა ძალაუფლებრივი პოზიცია. ჩარკვიანი მიიღო ეს შეთავაზება და გადავიდა მუშაობაზე მოსკოვში. მან გაატარა იქ რამდენიმე წელი, მუშაობდა ეკონომიკურ საკითხებზე, მაგრამ აღარასოდეს დაუბრუნდა პოლიტიკურ ავანსცენას. მისი დიდი პოლიტიკური კარიერა დასრულდა 1954 წელს, როდესაც მას იყო 51 წელი. როგორ აფასებდნენ ჩარკვიანის პოლიტიკას საქართველოში მისი გადადგომის შემდეგ? რეაქციები იყო შერეული. ქართველი მოსახლეობის ნაწილი აღიქვამდა მის გადადგომას როგორც დანაკარგს, ისინი ხედავდნენ ჩარკვიანში ქართული ინტერესების დამცველს, ადამიანს, რომელმაც გააძლიერა ქართველების პოზიციები საკუთარ რესპუბლიკაში. არაქართველი მოსახლეობის ნაწილი, პირიქით, მისი გადადგომა აღიქვამდა დადებითად, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ახალი ხელმძღვანელობა უზრუნველყოფდა უფრო სამართლიან კადრების პოლიტიკას. პარტიული ფუნქციონერების რეაქციები იყო ფრთხილი, ისინი ესმოდათ, რომ ჩარკვიანის გადადგომა იყო სიგნალი ახალი პოლიტიკური ეპოქის დასაწყისისა. მაგრამ რა მოხდა რეალურად ჩარკვიანის გადადგომის შემდეგ? შეიცვალა თუ არა რადიკალურად კადრების პოლიტიკა საქართველოში? პასუხი არის საინტერესო, არა, არ შეიცვალა. მჟავანაძე, რომელიც გახდა ახალი პირველი მდივანი, არსებითად გააგრძელა ჩარკვიანის ხაზი. ქართველები აგრძელებდნენ დომინირებას პარტიულ და სახელმწიფო სტრუქტურებში. ეროვნული პრინციპი კადრების შერჩევაში რჩებოდა მნიშვნელოვანი ფაქტორი. განსხვავება იყო მხოლოდ ის, რომ ახლა ეს პოლიტიკა ხორციელდებოდა უფრო ფრთხილად და ნაკლებად ღიად. მჟავანაძე ესმოდა, რომ მოსკოვი აკვირდებოდა საქართველოს და ცდილობდა თავიდან აეცილებინა ის შეცდომები, რომლებიც გახდა ჩარკვიანის გადადგომის მიზეზი. 1955 წელი იყო გარდამავალი პერიოდი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახალი ხელმძღვანელობა ცდილობდა დაემკვიდრებინა თავისი ავტორიტეტი და ამავდროულად შეენარჩუნებინა სტაბილურობა რესპუბლიკაში. მჟავანაძე აკეთებდა გარკვეულ ჟესტებს არაქართველი მოსახლეობის მიმართ, დაინიშნა რამდენიმე რუსი და სომეხი ფუნქციონერი მნიშვნელოვან პოზიციებზე, გაიზარდა დაფინანსება არაქართულენოვანი სკოლებისთვის, გაძლიერდა ყურადღება ინტერეთნიკური ურთიერთობების მიმართ. მაგრამ ეს იყო უფრო სიმბოლური ნაბიჯები, რომლებიც არ ცვლიდა ძირითად ტენდენციას, ქართველები აგრძელებდნენ დომინირებას რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში. რა იყო ჩარკვიანის ქართულიზაციის პოლიტიკის გრძელვადიანი შედეგები? როგორ გავლენა მოახდინა ამ პოლიტიკამ საქართველოს შემდგომ განვითარებაზე? ეს კითხვები მოითხოვს სერიოზულ ანალიზს. პირველ რიგში ჩარკვიანის პოლიტიკამ შექმნა ქართველი პოლიტიკური ელიტის ძლიერი ფენა, რომელმაც დომინირებდა რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში.
ეს ელიტა იყო კარგად ორგანიზებული, ჰქონდა მკაფიო კორპორატიული ინტერესები და ეფექტურად იცავდა თავის პოზიციებს. მეორე, ჩარკვიანის პოლიტიკამ გააძლიერა ქართული ეროვნული თვითშეგნება და ქართული კულტურის პოზიციები. ეს იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოს შემდგომ ისტორიაში, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში. მაგრამ ამავდროულად ჩარკვიანის პოლიტიკამ დატოვა რთული მემკვიდრეობა ინტერეთნიკური ურთიერთობების სფეროში. ის დაძაბულობა, რომელიც შეიქმნა 50-იანი წლების განმავლობაში, არ გაქრა ჩარკვიანის გადადგომის შემდეგ. არა ქართველი მოსახლეობის ნაწილი აგრძელებდა თავის დისკრიმინირებულად გრძნობას და ეს იწვევდა რეზენტიმენტს. ეს პრობლემები გამოვლინდა განსაკუთრებით მწვავედ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, როდესაც საქართველოში დაიწყო ეთნიკური კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თუმცა ამ კონფლიქტების მიზეზები იყო კომპლექსური და არ შეიძლება მათი დაკავშირება მხოლოდ ჩარკვიანის პოლიტიკასთან, მაგრამ ის ისტორიული კონტექსტი, რომელიც შეიქმნა 50-იანი წლების განმავლობაში, უდავოდ იყო ერთ-ერთი ფაქტორი ამ კონფლიქტების წარმოშობაში. 1955 წლის ბოლოს საქართველოში უკვე მყარდებოდა ახალი პოლიტიკური რეალობა. შიავანაძის ხელმძღვანელობა ხდებოდა უფრო სტაბილური და მას უკვე ჰქონდა საკუთარი გუნდი. ჩარკვიანის ეპოქა ნელ-ნელა გადადიოდა ისტორიაში. მაგრამ მისი მემკვიდრეობა რჩებოდა ის სისტემა, რომელიც მან შექმნა. ის პრინციპები, რომლებიც მან დაამკვიდრა, ის ტრადიციები, რომლებიც მან დაიწყო. ყველა ეს ელემენტი აგრძელებდა არსებობას და გავლენას ახდენდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში. როგორ უნდა შევაფასოთ დღეს ჩარკვიანის პოლიტიკა? იყო ეს ნაციონალიზმი თუ პოლიტიკური რაციონალიზმი? ეს კითხვა რჩება დისკუსიის საგნად. ერთი მხრივ ჩარკვიანის მოქმედებები ნათლად ასახავდა ეროვნულ პრეფერენციებს, ის ამჯობინებდა ქართველებს კადრების შერჩევისას, აძლიერებდა ქართული კულტურის პოზიციებს, ჰქმნიდა ქართველი ელიტის ძლიერ ფენას. ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს ნაციონალიზმის გამოვლინებად. მეორე მხრივ ჩარკვიანის პოლიტიკა იყო პრაგმატული და მიმართული ეფექტური მართვისკენ. ის ქმნიდა ერთგულ გუნდს, რომელიც უზრუნველყოფდა მის კონტროლს რესპუბლიკაზე და საშუალებას აძლევდა მას წარმატებით განეხორციელებინა მოსკოვის დავალებები. ეს იყო პოლიტიკური რაციონალიზმი, რომელიც იყენებდა ეროვნულ ფაქტორს როგორც ინსტრუმენტს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სავარაუდოდ, სიმართლე იმალება ამ ორ პოზიციას შორის. ჩარკვიანი იყო რთული პიროვნება, რომელშიც ერწყმოდა ეროვნული სენტიმენტები და პოლიტიკური პრაგმატიზმი. ის რწმენოდა, რომ ქართველებს უნდა ჰქონოდათ წამყვანი როლი საკუთარ რესპუბლიკაში და ამავდროულად ესმოდა, რომ ეს იყო ეფექტური გზა ძალაუფლების შესანარჩუნებლისა. ის იყენებდა ეროვნულ ფაქტორს, მაგრამ არა როგორც მიზანს, არამედ როგორც საშუალებას. მისი მთავარი მიზანი იყო ძალაუფლება და კონტროლი და ეროვნული პოლიტიკა იყო ინსტრუმენტი ამ მიზნის მისაღწევად. 1956 წელი იყო პირველი სრული წელი ჩარკვიანის გარეშე საქართველოს ხელმძღვანელობაში. რესპუბლიკა აგრძელებდა თავის განვითარებას, პარტიული სტრუქტურები მუშაობდნენ სტაბილურად, ეკონომიკური მაჩვენებლები რჩებოდა დადებითი. ზედაპირულად ყველაფერი გამოიყურებოდა ნორმალურად. მაგრამ ღრმად. საქართველოს საზოგადოებაში მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი პროცესები. ქართველი ელიტა, რომელიც ჩამოყალიბდა ჩარკვიანის ეპოქაში, აგრძელებდა თავისი პოზიციების გამყარებას. ეს ელიტა იყო კარგად ორგანიზებული, ჰქონდა მკაფიო კორპორატიული ინტერესები და ეფექტურად იცავდა თავის პრივილეგიებს. ამავდროულად არაქართველი მოსახლეობის ნაწილი აგრძელებდა თავის მარგინალიზებულად გრძნობას და ეს იწვევდა ჩუმუკმაყოფილებას. 1953 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე ხრუშჩოვმა წარმოთქვა თავისი ცნობილი საიდუმლო მოხსენება სტალინის კულტის შესახებ. ეს მოხსენება იყო გადამწყვეტი მომენტი საბჭოთა ისტორიაში და ის პირდაპირ ეხებოდა ჩარკვიანის მემკვიდრეობასაც. სტალინის კრიტიკა ავტომატურად ნიშნავდა იმ ყველა ფუნქციონერის კრიტიკას, ვინც ასოცირდებოდა მის ეპოქასთან. ჩარკვიანი, რომელიც იყო სტალინის პირადი არჩევანი და მისი ნდობის პირი, ახლა წარმოდგენილი იქნა როგორც პიროვნების კულტის პერიოდის ნეგატიური მაგალითი. მისი კადრების პოლიტიკა, რომელიც ადრე განიხილებოდა როგორც ეფექტური მართვის მეთოდი, ახლა შეფასებული იქნა როგორც ეროვნული დისკრიმინაციის გამოვლინება. მაგრამ საინტერესოა, რომ ეს ოფიციალური შეფასება არ ემთხვეოდა საქართველოს საზოგადოების განწყობებს. ქართველი მოსახლეობის უმეტესობა აგრძელებდა ჩარკვიანის პოზიტიურად აღქმას. ბევრი ხედავდა მასში ძლიერ ლიდერს, რომელმაც დაიცვა ქართული ინტერესები რთულ პერიოდში.
ეს განსხვავება ოფიციალურ შეფასებასა და საზოგადოებრივ აზრს შორის იყო დამახასიათებელი ამ პერიოდისთვის. ის აჩვენებდა, რომ ჩარკვიანის მემკვიდრეობა იყო ბევრად უფრო კომპლექსური, ვიდრე ოფიციალური პროპაგანდა ცდილობდა წარმოდგენას. 1970-იანი წლები იყო ახალი ეპოქა საქართველოს ისტორიაში. ჟავანაძის ხელმძღვანელობა გრძელდებოდა და ის ქმნიდა საკუთარ სისტემას, რომელიც ბევრი მხრივ ჰგავდა ჩარკვიანის სისტემას. მაგრამ ჰქონდა თავისი სპეციფიკა. ქართველები აგრძელებდნენ დომინირებას პარტიულ და სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ახლა ეს პროცესი იყო უფრო ფარული და ნაკლებად ღია. ეროვნული ფაქტორი კადრების შერჩევაში რჩებოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ ის აღარ იყო ერთადერთი კრიტერიუმი. ეს იყო ევოლუცია იმ სისტემისა, რომელიც შექმნა ჩარკვიანმა, რომელიც დაკარგა თავისი ძალაუფლება და ცდილობდა ადაპტირებას ახალ რეალობასთან. ეს იყო მტკივნეული პროცესი ადამიანისთვის, რომელიც თითქმის 10 წლის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურა საბჭოთა კავშირში. 1970-იანი წლების ბოლოს ჩარკვიანი დაბრუნდა საქართველოში. ის დაინიშნა ერთ-ერთ მეორეხარისხოვან თანამდებობაზე რესპუბლიკის ეკონომიკურ სტრუქტურებში. ეს იყო სიმბოლური ჟესტი, ძველი ლიდერი ბრუნდებოდა სახლში, მაგრამ უკვე არა როგორც ხელმძღვანელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი ფუნქციონერი. ჩარკვიანი მიიღო ეს თანამდებობა და ჩუმად მუშაობდა თავის სფეროში. ის იშვიათად საუბრობდა თავის წარსულზე და ცდილობდა თავიდან აეცილებინა ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობა. ეს იყო მისი ცხოვრების ბოლო ფაზა, როდესაც ძველი ლიდერი ცხოვრობდა ჩრდილში და აკვირდებოდა, როგორ ვითარდებოდა რესპუბლიკა, რომელსაც ის ოდესღაც მართავდა. ჩარკვიანის ქართულიზაციის პოლიტიკა რჩება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და დისკუსიურ ეპიზოდად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ეს იყო პოლიტიკა, რომელმაც ღრმად გავლენა მოახდინა რესპუბლიკის განვითარებაზე და დატოვა გრძელვადიანი შედეგები. დღემდე ისტორიკოსები კამათობენ ამ პოლიტიკის შეფასებაზე, იყო ეს ნაციონალიზმი თუ პოლიტიკური რაციონალიზმი, იყო ეს დადებითი თუ უარყოფითი მოვლენა საქართველოს ისტორიაში. სავარაუდოდ, სიმართლე იმალება სადღაც შუაში. ჩარკვიანის პოლიტიკა იყო კომპლექსური მოვლენა, რომელსაც ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები. მისი სრული და ობიექტური შეფასება მოითხოვს დროის დისტანციას და ღრმა ისტორიულ ანალიზს. 1970-იანი წლების შუა პერიოდში საქართველოში დაიწყო ახალი თაობის ჩამოყალიბება, თაობა, რომელიც უკვე არ იცნობდა ჩარკვიანის ეპოქას პირდაპირ, მაგრამ ცხოვრობდა იმ სისტემაში, რომელიც მან შექმნა. ეს იყო ახალგაზრდა ქართველი ინტელიგენცია, რომელიც განათლებას იღებდა იმ უნივერსიტეტებში, სადაც დომინირებდნენ ქართველი პროფესორები, რომლებიც თავად იყვნენ ჩარკვიანის პოლიტიკის ბენეფიციარები. ეს ახალგაზრდები იზრდებოდნენ იმ რეალობაში, სადაც ქართველების დომინირება პარტიულ და სახელმწიფო სტრუქტურებში აღიქმებოდა როგორც ბუნებრივი და თვითგასაგები მოვლენა. ისინი არ ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ჩარკვიანის პოლიტიკის შედეგი, მათთვის ეს იყო უბრალოდ ნორმალური მდგომარეობა. როგორ ფორმირებდა ეს რეალობა მათ მსოფლმხედველობას? როგორ გავლენას ახდენდა ეს მათ მომავალ პოლიტიკურ არჩევანებზე? 1970-იანი წლების ბოლოს საქართველოში გაჩნდა ახალი ფენომენი, ქართული დისიდენტური მოძრაობა. ეს იყო მცირერიცხოვანი, მაგრამ ხმამაღალი ჯგუფი ინტელექტუალებისა, რომლებიც აკრიტიკებდნენ საბჭოთა სისტემას და მოითხოვდნენ ქართული ეროვნული უფლებების დაცვას. საინტერესოა, რომ ამ დისიდენტების რიტორიკა ბევრი მხრივ ჰგავდა ჩარკვიანის პრაქტიკას, ისინი ასევე ამბობდნენ, რომ ქართველებს უნდა ჰქონოდათ წამყვანი როლი საკუთარ რესპუბლიკაში, რომ ქართული კულტურა და ენა საჭიროებდა დაცვას. მაგრამ განსხვავება იყო ის, რომ ჩარკვიანი ახორციელებდა ამ პოლიტიკას საბჭოთა სისტემის ფარგლებში და მოსკოვის მხარდაჭერით, ხოლო დისიდენტები აკრიტიკებდნენ თავად საბჭოთა სისტემას. ეს იყო პარადოქსი, ჩარკვიანის მემკვიდრეობა იყენებოდა როგორც საბჭოთა სისტემის კრიტიკის საფუძველი. 1974 წელი იყო გადამწყვეტი წელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. სწორედ ამ წელს მოხდა ცნობილი აპრილის მოვლენები, მასობრივი დემონსტრაციები თბილისში, რომლებიც მოითხოვდნენ ქართული ენის სტატუსის შენარჩუნებას როგორც რესპუბლიკის სახელმწიფო ენისა. ეს დემონსტრაციები იყო უპრეცედენტო მოვლენა საბჭოთა საქართველოს ისტორიაში. ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში და ღიად გამოხატა თავისი ეროვნული მოთხოვნები. როგორ იყო დაკავშირებული ეს მოვლენები ჩარკვიანის მემკვიდრეობასთან? პირდაპირი კავშირი არ არსებობდა, მაგრამ არაპირდაპირი იყო ძალიან მკაფიო. ჩარკვიანის პოლიტიკამ გააძლიერა ქართული ეროვნული თვითშეგნება და შექმნა ქართველი ელიტა, რომელიც მზად იყო დაეცვა ქართული ინტერესები. ეს ელიტა და ეს თვითშეგნება იყო ის ფონი, რომელზეც გაჩნდა 1974 წლის აპრილის მოძრაობა.
1990-იანი წლები იყო საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდი და ეს პროცესი განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარეობდა საქართველოში. რესპუბლიკაში დაიწყო ეთნიკური კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს კონფლიქტები ჰქონდა კომპლექსური მიზეზები, ისტორიული წინააღმდეგობები, ტერიტორიული დავები, გეოპოლიტიკური ინტერესები. მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი უდავოდ იყო ის ეთნიკური დაძაბულობა, რომელიც შეიქმნა წინა ათწლეულების განმავლობაში. ჩარკვიანის პოლიტიკა, რომელიც ამჯობინებდა ქართველებს კადრების შერჩევისას, შექმნა რეზენტიმენტს არაქართველი მოსახლეობის ნაწილში. ეს რეზენტიმენტი დაგროვდა ათწლეულების განმავლობაში და საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში გადაიზარდა ღია კონფლიქტში. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ჩარკვიანის პოლიტიკა იყო ერთ-ერთი მიზეზი ამ კონფლიქტებისა. ეს იქნებოდა გადაჭარბება, მაგრამ ის ისტორიული კონტექსტი, რომელიც შეიქმნა 50-იანი წლების განმავლობაში, უდავოდ იყო ერთ-ერთი ფაქტორი. 1991 წელს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ეს იყო ისტორიული მომენტი. პირველად თითქმის 70 წლის განმავლობაში საქართველო ხდებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ახალი სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩარკვიანის ეპოქის პროდუქტი. ისინი იყვნენ ის ქართველი ელიტა, რომელიც ჩამოყალიბდა 50-იანი და 50-იანი წლების განმავლობაში. ეს ელიტა ახლა იღებდა ძალაუფლებას დამოუკიდებელ საქართველოში და ცდილობდა ახალი სახელმწიფოს მშენებლობას. როგორ გავლენას ახდენდა ჩარკვიანის მემკვიდრეობა მათ გადაწყვეტილებებზე? როგორ აისახებოდა ის გამოცდილება, რომელიც მათ მიიღეს საბჭოთა პერიოდში, მათ პოლიტიკურ არჩევანებზე დამოუკიდებელ საქართველოში? 1990-იანი წლების შუა პერიოდში კანდიდ ჩარკვიანი გარდაიცვალა. ის იყო უკვე ძალიან ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ბოლო წლები გაატარა სრულ უცნობობაში. მისი გარდაცვალება თითქმის არ შეამჩნია საზოგადოებამ. ის იყო ადამიანი წარსულიდან, რომელიც დიდი ხანია გადავიდა ისტორიაში. მაგრამ მისი მემკვიდრეობა აგრძელებდა არსებობას. ის სისტემა, რომელიც მან შექმნა, ის პრინციპები, რომლებიც მან დაამკვიდრა, ის ტრადიციები, რომლებიც მან დაიწყო, ყველა ეს ელემენტი აგრძელებდა გავლენას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჩარკვიანი გარდაიცვალა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა რჩებოდა ცოცხალი. დღეს, ათწლეულების შემდეგ, როდესაც ვიხსენებთ ჩარკვიანის ეპოქას, ვხედავთ კომპლექსურ სურათს. ერთი მხრივ ეს იყო პერიოდი, როდესაც რეალურად გაძლიერდა ქართული კულტურის, ენისა და ეროვნული იდენტობის პოზიციები. ჩამოყალიბდა ქართველი ელიტის ძლიერი ფენა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს შემდგომ ისტორიაში. გაიზარდა ქართულენოვანი განათლების ხარისხი, გამრავლდა ქართული სამეცნიერო პუბლიკაციები, გაძლიერდა ქართული კულტურული ინსტიტუტები. ყველა ეს მიღწევა იყო ჩარკვიანის პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. მეორე მხრივ, ეს პოლიტიკა ქმნიდა ეთნიკურ დაძაბულობას, აზიანებდა ინტერეთნიკურ ურთიერთობებს და ქმნიდა რეზენტიმენტს არაქართველი მოსახლეობის ნაწილში. ეს დაძაბულობა დაგროვდა ათწლეულების განმავლობაში და საბოლოოდ გადაიზარდა კონფლიქტებში. როგორ უნდა შევაფასოთ ჩარკვიანის როლი საქართველოს ისტორიაში? იყო ის პოზიტიური თუ ნეგატიური ფიგურა? ეს კითხვა რჩება დისკუსიის საგნად და სავარაუდოდ არასოდეს მიიღებს ერთმნიშვნელოვან პასუხს. ჩარკვიანი იყო რთული პიროვნება, რომელიც მოქმედებდა რთულ ისტორიულ კონტექსტში. ის იყო პროდუქტი თავისი დროისა და ამავდროულად ის ქმნიდა ახალ რეალობას. მისი პოლიტიკა ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები და ამ შედეგების სრული შეფასება მოითხოვს დროის დისტანციას და ღრმა ისტორიულ ანალიზს. ერთი რამ არის ნათელი, ჩარკვიანის ქართულიზაციის პოლიტიკა იყო მნიშვნელოვანი ეპიზოდი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ეს იყო პოლიტიკა, რომელმაც ღრმად გავლენა მოახდინა რესპუბლიკის განვითარებაზე და დატოვა გრძელვადიანი შედეგები. ის ცვლიდა ეროვნულ შემადგენლობას პარტიულ და სახელმწიფო სტრუქტურებში, აძლიერებდა ქართული კულტურის პოზიციებს, ქმნიდა ახალ ელიტას. ამავდროულად ის ქმნიდა დაძაბულობას, აზიანებდა ურთიერთობებს, ტოვებდა რთულ მემკვიდრეობას. ეს იყო ამბივალენტური პოლიტიკა, რომლის შედეგები გრძნობდა საქართველოს მრავალი ათწლეულის განმავლობაში და რომლის გავლენა შეიძლება ითქვას, რომ გრძელდება დღემდე. არქივები, რომლებიც გაიხსნა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, აგრძელებენ ახალი დეტალების გამოვლენას ჩარკვიანის ეპოქის შესახებ. ყოველი ახალი დოკუმენტი, ყოველი ახალი მოწმობა ამატებს ახალ შტრიხებს ამ კომპლექსურ სურათში. ისტორიკოსები აგრძელებენ კამათს იმის შესახებ, იყო ჩარკვიანის პოლიტიკა ნაციონალიზმი თუ პოლიტიკური
ეს კამათი სავარაუდოდ გაგრძელდება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში და ეს არის ნორმალური. ისტორიული მოვლენების შეფასება ყოველთვის არის დისკუსიის საგანი და ყოველი თაობა ხედავს წარსულს თავისი პერსპექტივიდან. მაგრამ რაც არ უნდა იყოს ჩარკვიანის პოლიტიკის საბოლოო შეფასება, ერთი რამ რჩება უდავო, ეს იყო მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, პერიოდი, რომელმაც ღრმად გავლენა მოახდინა რესპუბლიკის განვითარებაზე. ჩარკვიანის ეპოქა იყო დრო, როდესაც ფორმირდებოდა თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური ელიტა, როდესაც მყარდებოდა ქართული კულტურის პოზიციები, როდესაც იქმნებოდა ის ინსტიტუტები და ტრადიციები, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოს ცხოვრებაზე დღემდე. ეს მემკვიდრეობა რჩება ცოცხალი და აქტუალური, და სწორედ ამიტომ ჩარკვიანის ეპოქის შესწავლა რჩება მნიშვნელოვანი ამოცანა ისტორიკოსებისთვის და საზოგადოებისთვის. დღეს, როდესაც საქართველო აგრძელებს თავის განვითარებას როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როდესაც ის ეძებს თავის ადგილს თანამედროვე მსოფლიოში, ჩარკვიანის ეპოქის გამოცდილება რჩება აქტუალური. ის კითხვები, რომლებიც დგებოდა მაშინ, როგორ უნდა დაიცვას მცირე ერმა თავისი იდენტობა დიდ იმპერიაში, როგორ უნდა დაბალანსდეს ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური რეალობა, როგორ უნდა მოხდეს ეფექტური მართვა მრავალეთნიკურ საზოგადოებაში. ეს კითხვები რჩება აქტუალური დღესაც. და ჩარკვიანის გამოცდილება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, შეიძლება იყოს სასწავლო მასალა თანამედროვე საქართველოსთვის. ჩარკვიანის ქართულიზაციის პოლიტიკა იყო მცდელობა პასუხის გაცემისა ამ რთულ კითხვებზე. ეს იყო მცდელობა, რომელსაც ჰქონდა როგორც წარმატებები, ისე წარუმატებლობები. ეს იყო მცდელობა, რომელმაც დატოვა კომპლექსური მემკვიდრეობა. და ეს მემკვიდრეობა რჩება ნაწილი საქართველოს ისტორიისა, ნაწილი იმ გამოცდილებისა, რომელიც ფორმირებს ქართველი ერის კოლექტიურ მეხსიერებას და გავლენას ახდენს მის მომავალზე. 1950-იანი წლების ქართულიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი იყო ის, თუ როგორ ურთიერთობდა ეს პოლიტიკა საბჭოთა იდეოლოგიასთან. ოფიციალურად საბჭოთა კავშირი აცხადებდა ინტერნაციონალიზმს, ეროვნული თანასწორობის პრინციპს, საბჭოთა ხალხის ერთიანობას. მაგრამ პრაქტიკაში რესპუბლიკების დონეზე ხშირად ხდებოდა ეროვნული ფაქტორის გამოყენება პოლიტიკურ მიზნებისთვის. ჩარკვიანი არ იყო ერთადერთი რესპუბლიკის ხელმძღვანელი, რომელიც ამჯობინებდა საკუთარი ეროვნების წარმომადგენლებს. მსგავსი პროცესები მიმდინარეობდა უკრაინაში, ბელორუსიაში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, ცენტრალურ აზიაში. მაგრამ ჩარკვიანის შემთხვევა იყო განსაკუთრებული თავისი სისტემატურობით და მასშტაბით. ის არ უბრალოდ ამჯობინებდა ქართველებს, ის ქმნიდა მთელ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფდა ქართველების დომინირებას ყველა მნიშვნელოვან სფეროში. როგორ ხსნიდა ჩარკვიანი ამ წინააღმდეგობას საბჭოთა იდეოლოგიასა და თავის პრაქტიკას შორის. მისი არგუმენტაცია იყო ჭკვიანური და პრაგმატული. ის ამბობდა, რომ ქართველები უნდა დომინირებდნენ საქართველოში არა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ უკეთესები ან უპირატესები, არამედ იმიტომ, რომ ისინი უკეთ იცნობდნენ ადგილობრივ სპეციფიკას, ადგილობრივ კულტურას, ადგილობრივ ენას. ის ამბობდა, რომ ეფექტური მართვისთვის საჭირო იყო ხელმძღვანელები, რომლებიც ღრმად ესმოდათ ადგილობრივი საზოგადოების მენტალიტეტი. და ასეთი ხელმძღვანელები ბუნებრივია იყვნენ ქართველები. ეს იყო არგუმენტაცია, რომელიც ფორმალურად არ ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა იდეოლოგიას, მაგრამ პრაქტიკაში ამართლებდა ეროვნულ პრეფერენციებს. მაგრამ იყო კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც იშვიათად განიხილება ჩარკვიანის პოლიტიკის ანალიზისას, ეს იყო ეკონომიკური ინტერესები. ქართველი ელიტის დომინირება პარტიულ და სახელმწიფო სტრუქტურებში ნიშნავდა არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალაუფლებას, არამედ ეკონომიკურ რესურსებზე წვდომასაც. ის ადამიანები, რომლებიც იკავებდნენ მნიშვნელოვან პოზიციებს, აკონტროლებდნენ დეფიციტური საქონლის განაწილებას, ბინების გაცემას, სამსახურში მიღებას, განათლების შესაძლებლობებს. ეს იყო რეალური ძალაუფლება, რომელიც გავლენას ახდენდა ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე. ჩარკვიანის პოლიტიკა ქმნიდა სისტემას, სადაც ეს რესურსები ძირითადად აკონტროლებდნენ ქართველები. ეს იყო ეკონომიკური ასპექტი ქართულიზაციის პოლიტიკისა, რომელიც ხშირად რჩება ჩრდილში პოლიტიკური ანალიზის დროს. 1950-იანი წლების ბოლოს და 50-იანი წლების დასაწყისში საქართველოში დაიწყო ახალი ტენდენცია, ქართველი ელიტის შიდა დიფერენციაცია. ის ერთიანი ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ჩარკვიანის ხელმძღვანელობის პირველ წლებში, თანდათან იყოფოდა სხვადასხვა ფრაქციებად. იყვნენ ისეთები, ვინც მხარს უჭერდა უფრო რადიკალურ ეროვნულ პოლიტიკას და მოითხოვდა კიდევ უფრო მეტ ქართველის დანიშვნას მნიშვნელოვან პოზიციებზე. იყვნენ ისეთებიც, ვინც თვლიდა, რომ საჭირო იყო უფრო ზომიერი მიდგომა და უფრო დიდი ყურადღება ინტერეთნიკური ურთიერთობების მიმართ.
იყვნენ ისეთებიც, ვინც უპირველეს ყოვლისა ფიქრობდა პირად კარიერაზე და იყენებდა ეროვნულ რიტორიკას მხოლოდ როგორც ინსტრუმენტს პირადი მიზნების მისაღწევად. ეს დიფერენციაცია იყო ბუნებრივი პროცესი, ნებისმიერი ელიტა თანდათან იყოფა სხვადასხვა ჯგუფებად, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ინტერესები და ხედვები. ჩარკვიანი ცდილობდა ამ დიფერენციაციის კონტროლს და ბალანსის შენარჩუნებას სხვადასხვა ჯგუფებს შორის. ის იყენებდა კლასიკურ გაყავი და იბატონე ტაქტიკას, უჭერდა მხარს ერთ ჯგუფს, შემდეგ მეორეს. არასოდეს უშვებდა ერთი ჯგუფის ზედმეტად გაძლიერებას. ეს იყო ჭკვიანური სტრატეგია, რომელიც საშუალებას აძლევდა მას შეენარჩუნებინა კონტროლი ელიტაზე. მაგრამ ეს სტრატეგია ასევე ქმნიდა შიდა დაძაბულობას და კონკურენციას ქართველი ელიტის შიგნით. ეს დაძაბულობა გახდა კიდევ უფრო მწვავე ჩარკვიანის გადადგომის შემდეგ, როდესაც აღარ იყო ძლიერი ლიდერი, რომელიც შეეძლო ამ ჯგუფების კონტროლი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კითხვა ჩარკვიანის პოლიტიკის შესახებ არის, რამდენად იყო ეს პოლიტიკა წარმატებული თავისი საკუთარი მიზნების თვალსაზრისით. თუ ჩარკვიანის მიზანი იყო ქართველი ელიტის შექმნა და ქართული კულტურის პოზიციების გაძლიერება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ის იყო წარმატებული. ის რეალურად შექმნა ძლიერ ქართველ ელიტას, რომელმაც დომინირებდა რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში. ის რეალურად გააძლიერა ქართული კულტურის პოზიციები და ქართული ეროვნული თვითშეგნება. მაგრამ თუ მიზანი იყო სტაბილური და ჰარმონიული საზოგადოების შექმნა, სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფი გრძნობდა თავს კომფორტულად, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ის ვერ იყო წარმატებული. მისი პოლიტიკა შექმნა დაძაბულობა და რეზენტიმენტი, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვია სერიოზული პრობლემები. არსებობს კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც იშვიათად განიხილება, ეს არის ჩარკვიანის პოლიტიკის გავლენა ქართველი საზოგადოების მენტალიტეტზე. 50-იანი წლების განმავლობაში ქართველები ეჩვეოდნენ იმ იდეას, რომ ისინი უნდა დომინირებდნენ საკუთარ რესპუბლიკაში. რომ ეს იყო ბუნებრივი და თვითგასაგები მდგომარეობა. ეს დამოკიდებულება ღრმად ფესვგადგა ქართველი საზოგადოების კოლექტიურ ცნობიერებაში და გავლენას ახდენდა მის პოლიტიკურ ქცევაზე მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში. როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში დაიწყო კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ბევრი ქართველი აღიქვამდა ამ კონფლიქტებს როგორც თავდაცვას საკუთარი ბუნებრივი უფლებების დასაცავად. ეს დამოკიდებულება იყო ნაწილობრივ ჩარკვიანის ეპოქის მემკვიდრეობა. მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩარკვიანის პოლიტიკა არ იყო უნიკალური მოვლენა საბჭოთა კავშირის ისტორიაში. მსგავსი პროცესები მიმდინარეობდა სხვა რესპუბლიკებშიც. უკრაინაში, ბელორუსიაში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, ცენტრალურ აზიაში, ყველგან ადგილობრივი ელიტა ცდილობდა გაეძლიერებინა საკუთარი ეროვნების წარმომადგენლების პოზიციები. ეს იყო ობიექტური ტენდენცია, რომელიც გამომდინარეობდა საბჭოთა სისტემის თავისებურებებიდან. საბჭოთა კავშირი იყო ფორმალურად ფედერაცია, სადაც თითოეულ რესპუბლიკას ჰქონდა გარკვეული ავტონომია. ეს ავტონომია იყო ძირითადად ფორმალური, მაგრამ ის ქმნიდა სივრცეს ადგილობრივი ელიტებისთვის, რომლებიც იყენებდნენ ეროვნულ ფაქტორს თავიანთი პოზიციების გასამყარებლად. ჩარკვიანი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამ ელიტების წარმომადგენელი. დღეს, როდესაც ვაანალიზებთ ჩარკვიანის ეპოქას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისტორიული კონტექსტი. 50-იანი წლები იყო განსაკუთრებული პერიოდი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ეს იყო დრო ომის შემდგომი აღდგენისა, დრო სტალინის აბსოლუტური ძალაუფლებისა, დრო რეპრესიებისა და გაწმენდების. ამ კონტექსტში ჩარკვიანის პოლიტიკა იყო მცდელობა ნავიგაციის რთულ პოლიტიკურ ლანდშაფტში. მცდელობა დაცვისა საკუთარი პოზიციისა და ამავდროულად გარკვეული ავტონომიის შენარჩუნებისა რესპუბლიკისთვის. ეს იყო რთული ბალანსირება მოსკოვის მოთხოვნებსა და ადგილობრივ ინტერესებს შორის, ბალანსირება, რომელიც მოითხოვდა დიდ პოლიტიკურ ოსტატობას. ჩარკვიანის ქართულიზაციის პოლიტიკა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე დისკუსიურ თემად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები აგრძელებენ კამათს ამ პოლიტიკის შეფასებაზე. ზოგიერთი მათგანი ხედავს მასში ქართული ეროვნული ინტერესების დაცვის მცდელობას, სხვები ნაციონალიზმის გამოვლინებას, მესამენი პოლიტიკურ პრაგმატიზმს. სავარაუდოდ, სიმართლე იმალება სადღაც შუაში და ჩარკვიანის პოლიტიკა იყო კომპლექსური მოვლენა, რომელშიც ერწყმოდა ეროვნული სენტიმენტები, პოლიტიკური ამბიციები და პრაგმატული გათვლები. რაც არ უნდა იყოს ჩარკვიანის პოლიტიკის საბოლოო შეფასება, ერთი რამ რჩება უდავო, ეს იყო მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, პერიოდი, რომელმაც ღრმად გავლენა მოახდინა რესპუბლიკის განვითარებაზე და დატოვა გრძელვადიანი შედეგები.
ჩარკვიანის ეპოქა იყო დრო, როდესაც ფორმირდებოდა თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური ელიტა, როდესაც მყარდებოდა ქართული კულტურის პოზიციები, როდესაც იქმნებოდა ის ინსტიტუტები და ტრადიციები, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოს ცხოვრებაზე დღემდე. ეს მემკვიდრეობა რჩება ცოცხალი და აქტუალური, და სწორედ ამიტომ ჩარკვიანის ეპოქის შესწავლა რჩება მნიშვნელოვანი ამოცანა ისტორიკოსებისთვის და საზოგადოებისთვის. ბოლოს და ბოლოს ჩარკვიანის ქართულიზაციის პოლიტიკა იყო ნაწილი უფრო ფართო ისტორიული პროცესისა, როდესაც ეროვნული ელიტები საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ცდილობდნენ თავიანთი პოზიციების გამყარებას და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას ტოტალიტარული სისტემის პირობებში. ეს იყო რთული და ხშირად წინააღმდეგობრივი პროცესი, რომელსაც ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები. ჩარკვიანის გამოცდილება არის ნაწილი ამ ფართო ისტორიული პროცესისა და მისი შესწავლა გვეხმარება უკეთ გავიგოთ არა მხოლოდ საქართველოს ისტორია, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის ისტორია და ეროვნული ელიტების როლი ამ ისტორიაში.